გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 11 საათზე. მე ქეთი ლაცაბიძე ვარ. საბერძნეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში. პარი სენ-ჟერმენის მოგება და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები განიხილავენ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ესაა როინ შავაძის მკვლელობის საქმე. ხდომაზე უსმენენ ციცინო შავაძეს. მანამდე კომისიის წევრებმა იმსჯელეს საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გაგრძელებასა და საბოლოო დასკვნის მომზადებაზე. ნინო არღულიანს ურთავთ პარლამენტიდან. ქეთი როინ შავაძის მკვლელობის ისტორიას ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის წინაშე ციცინო შავაძე იხსენებს და მას საუბრის შეწყვეტა ემოციებიდან გამომდინარე რამდენჯერმე მოუწია, რადგან მძიმეა იმ ისტორიაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომში მებრძოლი შავაძე სახლში დაბრუნების შემდეგ სასტიკად მოკლეს სამართალდამცველებმა. სანამ ამ ისტორიის დეტალებს სწორედ ციცინო შავაძისგან მოვისმენთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე იმსჯელეს პროცედურულ საკითხებზე და ამ პროცედურული საკითხების განხილვის შედეგად გავიგეთ, რომ კომისიის უფლებამოსილება კიდევ ერთი თვით გაიზრდება, ხოლო საშემოდგომო სესიის პირველსავე სასესიო კვირას სესიას კომისია დასკვნას წარუდგენს. დასკვნა კი 5 თავისგან შედგება და ეს იქნება საკითხები, რომელიც უკავშირდება 2008 წლის 8 აგვისტოს, ასევე მკვლელობებს, არაადამიანურ მოპყრობებს, პირადი ცხოვრების უხეშ ხელყოფას, ბიზნესის რეკეტს და მედიის თავისუფლებას. საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით იმ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, დოკუმენტების შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. დასკვნა შედგება 5 კონკრეტული თავისგან. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის კვლევა, მკვლელობები და ის წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად იყო სახელმწიფოს ხელით ჩადენილი. მესამე თემა არის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის უხეში ფაქტები, ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის მრავლობითი ფაქტები და ჩვენ მედია თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზეც ვისაუბრეთ. რასაკვირველია, ჩვენ არ გამოგვრჩება ამ დროს ის ყველაზე თვალსაჩინო და უხეში დარღვევის ფაქტები, როგორიც იყო მაგალითად ტელევიზია იმედში სპეცრაზმის შევარდნა. შესავალ ნაწილში ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ მოვიდა ის ხელისუფლების სათავეში. ამ დოკუმენტს უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობების და უკანონობების ავტორთა, პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას. რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს. კი აქვს დაანონსებული ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ეს არ ვიცი ჩვენ ას უკან ნახებს მისი პატრონი უცხოეთიდან. უბრალოდ ეს კითხვა მაქვს, თუ შევძლებთ, რომ ამ ერთ თვეში რასაც გავაგრძელებთ, ჩავეტიოთ, ამ შემთხვევაში კიდე შანსი გაიზრდება იმისა, რომ არჩევნებამდე შევძლოთ ჩვენ შეტანა იმ საკონსტიტუციო სარჩელის და ამ შემთხვევაში კიდე იქნება იმის შანსი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა. ისე რომ არ იყოს, რომ თითქოს ვინმეს რაიმეს ჩვენ ხელოვნურად ხელს უშლის და ასე შემდეგ, ეს არის ღია დემოკრატიული პროცესი, მოვიდნენ და ახსნან გასცენ კითხვებზე პასუხი თუ სხვაგვარად როგორ წარმოუდგენიათ. ის რაც ჩვენ ახლა გვაქვს მიზანი აკრძალვა იმ პოლიტიკური პირებისთვის, პოლიტიკური საქმიანობისა, განურჩევლად რომელ პარტიაში უნდა იყვნენ ისინი, ან მომავალში რა პარტიას ჩამოაყალიბებენ, ხომ? ეს ჩვენ 2013-შიც უნდა გაგვეკეთებინა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ეს ბევრჯერ გვითქვამს, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო მაშინ, რამხელა იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს არ მომხდარიყო.
ეზე წოლა იყო გარედან. საქმე არის ძალიან ბევრი. მით უმეტეს 2012-2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ და მაგალითისთვის მოსაბრძანებლად მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის. არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ეხლაც ქვეყანას აზიანებს გარედან. ამიტომ ვერავინ ვერ გვისაყვედურებს თუ ამაზეა საუბარი, რომ საქმე ცოტა ქონდათ და რატომ მოითხოვეს ერთი თვეო. ალბათ უნდა უფრო ვემზადოთ იმისთვის, რომ სექტემბრის პირველივე კვირაში, როგორც კი გაიხსნება პარლამენტის ხდომა, წარდგეთ პარლამენტის წინაშე. სერჟანტ როინშალაძის მკვლელობის გარდა დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ასევე განიხილავენ საქმეს, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფას უკავშირდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ვუსმენდით ნინო არღულიანს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ წუთებში მედიის კითხვებს პასუხობს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. ევროპარლამენტარი გალერიის განცხადებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ თუ არ შეშდება იუნესკოს საფრანგეთის მოკროფია, თუ მას აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა ზომები იყოს ქვეყანა. თქვენ ამ განცხადებას გამოიხმაურებთ კონსტიტუციაზე და კიდევ ერთხელ შეაფასებთ და საფრანგეთში რამდენად რეალურია მისი მეთოდი და ну ხეს არის პირველ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულად ეს დეპუტატი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს, ვიცით სხვა მისი განცხადებებიც. ერთ-ერთი მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუგვადარებთო და ყველა შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას, კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდება თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ იმის საკუთარ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ შეიძლება ჯგუფებს ან ადამიანებს ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არის თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ფეხი მოიდგა ძალიან ევროკავშირში. მათ შორის იმის წყალობით, რომ ჩვენ ხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრი არის, საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც როგორც ჩანს ვირუსივით შეესია ზოგიერთს ევროკავშირში, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე თუ მიდგომებზე. და უნდა ვკითხოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, გუშინდელი ფაშისტური აქცია პარლამენტის თავმჯდომარე ისაკისრებს პასუხისმგებლობას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ხომ არ იყო თქვათ მათ შორის არასამთავრობო სექტორის რა ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 9 აპრილს 1999 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. ეს ამ გუშინდელმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა ისა ჩვენ ვიხილეთ, ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები აქვს და ღრმა პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი იქ. ჩვენ ნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი, სირცხვილია, რომელსაც იქ ხედავდით და რომელიც წინა დღეებში, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას NGO წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის არამისაღები პირების, ასე ვთქვათ, მისვლისთვის რუსთაველზე ერთი და მთავარი მიზანი რაც იყო, რომ ამითი მათ უნდათ პროვოცირება მოეხდინათ დაპირისპირების საზოგადოების შორის. და ვიხილეთ კიდევაც, რომ
მას შემდეგ რაც მათ ვერ მიაღწიეს სავის საწოლეს თავად დაიწყეს ძალადობა. ამიტომ პრობლემა არის არა ის რომ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას. პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციებს ყავთ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული NGO-ს, რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან. ასე რომ კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს. ეს არის რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი. შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან. ამას გვეკითხებია ჩვენი მოქალაქეები. გუშინდელი ამ მართლაც და ამაზრზენი აქტის შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ვნახეთ აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომელსაც არ არის კავშირი არა აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ ვატყობთ, რომ არც საქართველოსთან არ აქვთ არანაირი ემოციური კავშირი და ერთადერთი მოქმედებენ სხვისი დაკვეთით იმისთვის, რომ კიდევ უფრო რაიმენაირად წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა აი ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოების და დონორების. მათია ეს პასუხისმგებლობა, რაც ხდება. ერთი, იმიტომ რომ ორგანიზატორები გუშინდელი ამ ამაზრზენი აქტის მართლაც და ქართულ სამოში გადარცმული როდიონოვების, რომელიც გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, ამისი ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. არა მხოლოდ ამიტომ არიან პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ხდებოდა, როდესაც ხდებოდა სადეს მათ დაფინანსებულმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის დაწვა დეკემბერში, როდესაც ქუჩაში ფაქტობრივად ტერორის დათესვა უნდათ და ფაშისტური კამპანიები აქვთ ატეხილი მონამონას ძახილით. აი ამ ფაშიზმს, როდესაც არ ემიჯნებიან და არათუ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, თავდასხმას, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა, ასე რომ ნახოთ, რა სიტყვიან ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც გუშინ შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი. ასე რომ ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს, ველით კონკრეტულ პასუხს ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელსაც მათ გუშინ მოაწყეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ, საკრებულოს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიმართ და მოქალაქეების მიმართ. არანაირი შეხება არ ქონიათ და არანაირი კავშირი არ ქონიათ და თქვენ ალბათ ნახავთ, რომ ნანა მახარაძე იდგა მათ შორის იქ, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო არის და დარწმუნებული ვარ იცით ამის შესახებ. გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმრების მშობლები იყვნენ იქ და ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის ღამესაც
36 წლის წინ საქართველოს პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ. აი, რატომ უწოდებთ ამ ადამიანებს როდიონობის ფორმაში გადაცმულ ადამიანებს და რომ თითქოს მათ არაფერი აკავშირებთ არც 9 აპრილთან, არც დამოუკიდებლობის მოპოვებასთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილზე მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა რომ მივიდნენ და პატივი მიაგონ 9 აპრილის მსხვერპლებს ეს არის როდიონოვობა. გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი ეს ვიხილეთ გუშინ ყველა ადამიანი ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს რომელიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს. დღეს მაშინ ჩეხავდნენ ნიჩბებით, ჩეხავდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით, დღეს ჩეხავენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით. რაც არის პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალებიდან წაქეზებით. კიდევ ერთხელ, დღემდე არც ერთი ეს საელჩო, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არც ერთი ეს საელჩო, არც ერთ ამ საელჩოს არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელების ქვების როლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა მოლოტოვის კოქტეილებით, არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, არ დაუგმია პროპაგანდა, არ დაუგმია ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით. ამ ორგანიზაციების მხრიდან არ დაუგმია არც ერთი ეს ნიშნავს რომ თუ არ გმობ ძალადობას ესე იგი აქეზებ ძალადობას და თუ კი აქეზებ ძალადობას ესე იგი ხარ თანამონაწილე ამ ძალადობას ძალებს განხორციელებიათ იმ ადამიანების ნიჩბებით ჩახოცვა და მომწავლელი გაზის გაშვება და 20-მდე ადამიანის სიკვდილი უცხო ძალას განხორციელებია და არა რუსებს და რუსეთის საბჭოთა არმიის კონკრეტულ დანაყოფს, რომელიც საქართველოში იყო შემოსული. განგვიმარტეთ თუ შეიძლება ეს უცხო ძალა რა ტერმინი არის, ვის გულისხმობთ და თქვენ არიცით რომ საბჭოთა არმიამ განახორციელა ეს დარბევა? რა თქმა უნდა, თქვენი ტელევიზიის პატრონისთვის, მამუკა ხაზარატისთვის, რუსეთი და საბჭოთა კავშირი უცხო ძალა არ არის. ის დაძდევდა ეროვნულ მოძრაობის ლიდერებს, ყველა მიცის ისტორია მისი თავდასხმისა, მერაბ კოსტავაზე, დღეს რომ ყელყელაობენ პატრიოტიზმით, ხო არ იტყვის მე ვქენიო. მისმენთ. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძისთვის რომელმაც თავისივე აღიარეთ პირველი მილიონი რუსეთში გააკეთა ადამიანი რომელიც ეროვნულ მოძრაობას იმასაც ხო არ უარყოფს კომკავშირში იყო იმ პერიოდში რომ ძალადობდა ეროვნულ მოძრაობის წევრების და ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა ამ ადამიანისთვის რუსეთი და საბჭოთა კავშირი უცხო ძალა არ არის. რამე კითხვა არის აბა უცხო ძალასთან დაკავშირებით ვინ შეიძლება ყოფილიყო, რაც შეეხება ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი. დღეს აი ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომელსაც ჩვენ გუშინ ხედავდით რუსთაველის გამზირზე და საზოგადოება ხედავს ამდენი ხანია სამშობლო დაკარგულ ადამიანებს. მათ გონია თუ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი. ეს არის ზუსტად რაც თქვი მე რომ არ ესმით ამ ადამიანებს, რას ნიშნავდა 1989 წლის 9 აპრილის გმირობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მაშინ ჩაიდინეს. რომ არ არსებობს კარგი ვასალობა, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი მონობა, რომ ყველამ უნდა და ის რომ დღეს რომ უნდა წარმოადგინოთ რომ არსებობს რაღაცა ასე კარგი და ცუდი ბატონი, აი ეს არის მთავარი პრობლემა. და უცხო ძალა, როგორც უცხო ძალა არის ყველა გარდა საქართველოს. ის ვინც არ არის, ის რაც არ არის საქართველო, ეს არის უცხო ძალა, წერტილი. სალამ ამას არ შეიგნებს.
თქვენი დამფინანსებელი სადაც არ შეიგნებს ის ამაზრზენი პოლიტიკური ჯგუფი რომელმაც გუშინ ეს ძალადობის აქტი ჩაატარა რუსთაველის პროსპექტზე სადამ ამას არ შეიგნებენ ისინი ვერ შეიგრძნობენ საქართველოს სადამ არ მიხვდებიან რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სამშობლო და მას ქვია საქართველო და საქართველოს მიღმა ყველაფერი არის უცხო და ეს არის წერტილი როგორც ენობრივად ისე პოლიტიკურად და ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა რომ როგორც აი ეს უბრალოდ საბჭოთა მენტალიტეტი რომელიც დღეს სხვათა შორის ისიც მოახერხესო საკუთარ ასე ვთქვათ ჯგუფში მათ შორის იმ ხალხში დაამკვიდრეს რომელიც საბჭოთა კავშირი არც კი გამოუვლია ის რაც იყო იდეოლოგია რასაც თესავდა საბჭოთა კავშირი ნერგავდა საბჭოთა კავშირი რომ ადამიანი იყო არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქე არამედ საბჭოთა მოქალაქე საბჭოთა პასპორტით და ეს იყო მისი ასე ვთქვათ კოსმოპოლიტური მიდგომა დღეს ამას გვეუბნებიან რომ ისინი არიან არა საქართველოს არამედ სოფლიო მოქალაქეები ისინი შესაბამისად როგორც საბჭოთა მოქალაქე მოქმედებდა არა თავისი კონკრეტული სამშობლო საქართველოს ინტერესით არამედ უნდა ემოქმედა საბჭოთა კავშირის ინტერესით დღეს ეს სოფლიო მოქალაქის პასპორტის მოფრიალე ხალხი რომელსაც ხშირად ხედავთ ზუსტად ამას ამბობენ უნდა ემოქმედო არა შენი სამშობლო საქართველოს ინტერესით არამედ შენი რაღაც სოფლიო ასე ვთქვათ მოქალაქის ინტერესით დიახ რაც არ არის საქართველო არის უცხო და დიახ ჩვენ ხედავდით ეს ბოლო პერიოდი როგორ უნდათ რომ რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგიერთ უცხო ქვეყანას შემოესაღებინა ჩვენთვის როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესები აბა სხვა რა არის როდესაც ლატვიის პრეზიდენტი მოგვიწოდებს რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს ეს ხომ არის მისი პოლიტიკური დღის წესრიგი ლატვიის რომელსაც საკუთარი ასე ვთქვათ საკუთარი დამოკიდებულება აქვს თუ რა ვიცი საკუთარი შიშები აქვს რუსეთთან დაკავშირებით მათი ინტერესი მოეხვია ჩვენთვის თავზე და რომ გვეუბნებოდა ლატვიის პრეზიდენტი რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის ვისი ინტერესებში გვეუბნებოდა თავის ინტერესში და აქ ვინ უჭერდა მხარს ის ხალხი რომელიც არ გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ არ გრძნობს თავს რომ არის საქართველოს მოქალაქე და იქცევა ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, საფრანგეთის ყველას ინტერესში ოღონდ არა საკუთარი სამშობლოს და საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესში. ეს იყო პირდაპირი ჩართვა საკანონმდებლო ორგანოდან. საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა თემატურ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონულ და გლობალურ როლს ეხება. სოფო ბერიძე დეტალებით. ბუნებრივია, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის, ამიტომაც პანელურ დისკუსიაში, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე. თავად დისკუსიის მთავარი თემა გახლავთ შავი ზღვა, მისი რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში პანელური დისკუსიის მონაწილეები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მთავრობის ხედვას და პოზიციებს მოისმენენ. ზოგადად ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დელფოსის ეკონომიკური ფორუმი კარგი პლატფორმა გახლავთ იმისთვის, რომ პარტნიორებმა, მეგობრებმა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციები მოისმინონ. მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ფორუმების დღის წესრიგში ფოკუსი კეთდება საქართველოსზე, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე და შესაძლებლობა გვეძლევა, რომ გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რაც არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და ერთგვარად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ხედვა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. თუ როგორ ჩანს, თანამედროვე გამოწვევები საქართველოსთან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის რა მიმართულებებით უნდა განავითაროთ ურთიერთობები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში. ვიდრე შავი ზღვის როლთან დაკავშირებით პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის პირველი დიპლომატი, მანამდე მაკა ბოჭორიშვილის პოზიციები უკვე მოისმინეს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებმა. მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობაზე და მას ღონისძიების მოდერატორმა შეკითხვა დაუსვა ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართველებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და ქართველებს აქვთ უფლება აერჩიონ მთავრობა, რომელიც თავად სურთ.
უსმენდით სოფო ბერიძეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნეს. შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას უწყების პრიორიტეტული საკითხები განიხილა. დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ერთ-ერთი ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით ცდილობდა. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთი მტკიცება დამოიღო. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით აჭარის პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანარჩენების დახმარებით ფინანსური დავის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის $150,000 გამოძალვა განიზრახა. ძალოვანი უწყების ცნობით განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები ხსენებულ პიროვნებას სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. გარდა ამისა, დაკავებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას ფულის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ. შრომის ინსპექცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეგლამენტის პროექტზე მუშაობს, რომელიც სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დოკუმენტი დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნეს. ახალი რეგლამენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. მიზანი კანონმდებლობის დახვეწაა. ტექნიკური სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული, დაზღვეული და აქ გვინდა შემოვიტანოთ ჩვენ ახალი რეგლამენტი, სწორედ ტექნიკური რეგლამენტი. დავნერგოთ, შემდეგ რა თქმა უნდა გავაკონტროლოთ, როგორ მუშაობს ეს ტექნიკური რეგლამენტი, როგორ ინერგება ეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტი ითვალისწინებს მანქანა დაანადგარების უსაფრთხოებისადმი განსაზღვრულ მოთხოვნებს. თითოეული მანქანა დანადგარი, რომელიც იქნება სამუშაო სივრცეში, უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პასპორტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს შესაბამისი რეგლამენტირებული წესით. ასევე დამსაქმებელს აქვს ვალდებულება პერიოდულად, ისევე როგორც გეგმიურად შეამოწმოს აღნიშნული მანქანა დაანადგარები. ჩვენ ვიხილავთ ამ პროექტებს იქიდან გამომდინარე, რომ იგი დამკვიდრდეს და ბიზნესის რეალობა იყოს გათვალისწინებული იმ რეალობით ზუსტად, რაც კი გვაქვს ჩვენ არსებული დღეს. ასეთი იყო ქრონიკა 11-ზე. ერთმანეთს შევხვდებით 14 საათზე. დროებით გემშვიდობებით.